საქართველოს დე-ფაქტო მთავრობამ იფიქრა და ცხადია, საკუთარი მოსკოველი, არა მხოლოდ რუსი, არა ზოგადად რუსი, არამედ მოსკოველი კონსულტანტების რჩევით გადაწყვეტილება მიიღო ასეთი, რომ გამართოს დებატები. ოღონდ მერე ამავე მოსკოველმა კონსულტანტებმა, მრჩევლებმა თქვეს, რომ ყველასთან უთხრესო, ყველასთან დებატების გამართვა არ შეიძლებაო, ვინც გაღიარებს, ვინც გცნობს, ვინც შენს ლეგიტიმურობას ადასტურებს, მხოლოდ მათთან შეიძლება დებატების გამართვაო, შესაბამისად, თუ ვინმეს პროდასავლური ოპოზიციიდან ჰქონდა ცდუნება ან სურვილი, რომ ადგილზე გაეფარჩაკებინა პაპუაშვილი ან ნებისმიერი სხვა ბანდიტი, ამის შესაძლებლობა მათ იმთავითვე მოესპოთ შესაძლოა, კი არა ნამდვილად, პროდასავლური ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებს მაინც ჰქონდათ ეს ცდუნება, ამ სიტყვას გავიმეორებ თქვენის ნებართვით, ან სურვილი, რომ პაპუაშვილისთვის აეყირავებინათ, მაგიდან მეც რაღა დაგიმალოთ და თავიდან იმთავითვე ვიყავი დებატების მომხრე. ოღონდ მაშინაც დავაკონკრეტე და ახლაც დავაკონკრეტებ, რომ თუ ვიყავი და რაღაცი ვიყავი დებატების მომხრე, მე ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ მაგიდის აყირავების, ფუცლების მათთვის თავზე გადახევის პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლოა ასეც წაიკითხოთ და უფრო კი მკვეთრი დებატების რა დროს რაღაც მეხუთე ხარისხოვანი საკითხებია, როდესაც უნდა ვილაპარაკოთ თემაზე 28 ნოემბერს რა ქიმიური იარაღი გამოიყენეთ, ეგ რა მაგის პასუხია, შალვა, ბატონო შალვა კი არა, შალვა პაპუაშვილო ბანდიტო, 29-ში რა გამოიყენეთ, ეხლა ეს მითხარით, რატომ ლაპარაკობს თქვენი სუსი მხოლოდ და მხოლოდ 4 დეკემბერზე, სანამ სხვა საკითხებზე გადავალთ, რაღაც კანონზე, კანონის ჩანაწერზე, იმ მუხლის, იმ რედაქციაზე, სოფლის მეურნეობაზე თუ გარემოს დაცვაზე, მანამდე კეთილი ინებეთ და გვიპასუხეთ ნებისმიერ კი არა, სწორედ აი ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კიდევ არის რასაკვირველია გარდა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხისა სხვა მნიშვნელოვანი საკითხების, მაგალითად არჩევნების გაყალბება, მაგალითად განათლების რეფორმა, დამოუკიდებლად იმისა, რაზე გეძახის ჟურნალისტად წოდებული რომელიმე სამთავრობო პროპაგანდისტურ არხზე, შენ სწორედაც რომ მაგიდა უნდა აუყირო, მაგრამ ამის შესაძლებლობა, ლეგიტიმაციის პრობლემა რომ აქვს, იმ ქართულმა ოცნებამ თავიდანვე მოსპო. მეორე მესიჯი, რაც მან საზოგადოებას გააცნო, იყო ამგვარი, არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ არაპროქსი პარტიასთან და აკი გამართეს კიდეც დებატები მათივე წანაზარდებთან. ერთი წანაზარდი არის ხალხის ძალა, სოზარ სუბარი, რომელიც უმრავლესობის წევრია. ანუ ოპოზიცია კი არ არის ხალხი, არის რეალურად უმრავლესობის წევრი 100-დან 99-ში არა. 100-დან 100 საკითხში ეთანხმება შალვა პაპუაშვილს, ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს. ეს რომ ვიცოდეთ, ბარემ, ანუ არჩევნებშიც კი გავიდა როგორც ქართული ოცნება, მერე გამოეყო. მანამდე ვითომ იყო დამოუკიდებელი, მერე მიუერთიანდა ქართულ ოცნებას, მის ფრთებქვეშ შევიდა და მერე გაითამაშეს ეს სპექტაკლი, რომ თითქოს დამოუკიდებელი ძალა რეალურად კი არის პროქსი ძალა. მეორე პოლიტიკური სუბიექტი იყო იაგო ხვირჩიას გირჩი, რომელიც აღიარებს ამ ხელისუფლებას და რომელიც სისულელეებს, ეს კონკრეტულად ეს პოლიტიკოსი ლაპარაკობს სისულელეებს 100-დან 99 ჯერ, ერთხელ შეიძლება რაღაც ჭკვიადური წასცდეს ხოლმე და მესამე არის ნეიტრალური საქართველო, ვატო შაქარიშვილისა თუ შაქარაშვილის და კიდე სხვათა მიერ დაფუძნებული და რაოდენ სამწუხაროა, რომ მე აღმოვაჩინე დღევანდელ ეგრეთ წოდებულ დებატებში ვაი ჟურნალისტთან, კი არა ფსევდო ჟურნალისტთან და ფსევდო დამოუკიდებელ მედიაში რუსთავი ორში, რომელიც ერთი ხანობა იყო მართლაც ფლაგმანი ქართული მედიისა, მაგრამ დღევანდელი რუსთავი ორი არის კატასტროფა რასაკვირველი, აღმოვაჩინე ბატონი კოტეჟღენტი, რომელზეც ორ სიტყვას ზრივს და აუქს მე არ ვიტყვი მიზესთან და მიზესთან გამო მიუხედავად იმისა, რომ თავად ბატონმა კოტემ ამ ერთი თვის წინ, თვენახევრის წინ უხეშად ვილაპარაკოთ, ცეცხლი გახსნა, რომელიღაც Facebook პოსტის კომენტარებში, მე რამდენადაც მივაქციე ყოველდღება წაშალა ის საკუთარივე კომენტარი
და ამისი ასაკის გამო და კიდე რაღაც ცალკეული ისესების გამო მე საპასუხო ცეცხლს ბატონ კოტეჟღენს არ გავუხსნი ერთს კი ვიტყვი რომ სამწუხარო არ არის დიპლომატი კაცი აღმოჩნდა და სადარ დამუშევარი კაცი აღმოჩნდა ერთ-ერთ ყველაზე პრორუსულ ქართულ ოცნებაზე მეტად პრორუსული პარტიის წარმოდგენა ხო წარმოუდგენელია მაგრამ ხო ერთ-ერთ ყველაზე პრორუსულ პარტიაში ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ საქართველოში რომელიც აგენტებით არის გადაჭედილი ეგრამაგის პასუხი მოკლედ ეს დებატებად წოდებული რაღაცა შედგა მაინც და იქ რაღაცა პირველი ვიოლინო იყო პირველი ხმა იყო თუ მთავარი ხმა იყო შალვა პაპუაშვილი რომელმაც რაღაცეები იბჟოტიალა მეთქი ასე ეკითხი და ერთ-ერთი ნაბჟოტიალები არის ისაც ახლა ჯერ ტექსტს წაგიკითხავ და მე ვიდეოც უნდა შემოგთავაზოთ ერთი თუ ორი და ნახეთ აი რას ამბობს რა თქვა პაპუაშვილმა პაპუაშვილმა რომელსაც ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს ეს კიდევ ერთხელ თქვა და კიდევ ერთხელ აღნიშნოთ და პაპუაშვილმა რომელსაც მოსკოველმა კონსულტანტებმა მთლიან ქართულ რუსულ ოცნებას ურჩიეს რომ დებატები გამართეთო ოღონდ არ დამარცხდეთო და დამარცხების ერთადერთი შესაძლებლობა იყო კვლავ ვიმეორებ უცლების გადახევა თავზე შალვა პაპუაშვილისთვის ან ხვალ რომ იქნება რომელიღაც პროპაგანდისტურ არხზე სხვა რომელიმე წარმომადგენელი ვითომ ხელისუფლებისა მათთვის და ეს შესაძლებლობას მოსპეს პაპუაშვილი ბანდიტი რუსთავი უნივერსიტეტში ამბობს ეროვნულ ინტერესებზე არის დღეს აწყობილი და ამაზე ეწყობა სინტაქსი და სტილი შედარჩუნებული შეცვლილი არ არის ვინც კი მხარს უბამს დღევანდელ გეოპოლიტიკურ მიმართულებებს ხარს უბამთო ოღონდ არ მონაწილეობენ არც ერთ საერთაშორისო ფორმატის შეხვედრებზე არც დავოსზე არც რამშტაინზე მონაწილეობენ მაგრამ კუთხეში არ მიმწყდეულები არც დავოსზე არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას არც სოფლიოს შვიდობის საბჭოში არიან მიპატიჟებულნი და დადიან თუ ამათ გეოპოლიტიკური მიმართულებები დუშანბეში სიარული ჰქონიათ ხო წარეცდებიან და თქვენც დათხოვებენ მე ყველა წინადადებას არ ვიცი ყველა სიტყვას არ ვიცი მაგრამ პრაქტიკულად ყველა წინადადებას გავურჩევ ახლა საზოგადოებისათვის შალვა პაპუაშვილს ის არ ნახავს ამ ეთერს ალბათ მაგრამ თქვენ რომ იცოდეთ მე ვკითხულობ მის სიტყვებს და მე შესაბამისად ჩემს კომენტარებს ვურთავ ყველა ხვდება რომ უნდა მიხედოს ყველამ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს რასაც ქართული ოცნება უკვე წლები აკეთებს და დღეს ყველა დარწმუნდა რომ რამდენად წინ ვიყავით მათ შორის იმ მოვლენებთან დაკავშირებით რაც მანამდე იყო აბსოლუტური ტყუილია შედეგერთი ყველა ხდება ყველა ნიშნავს ზას იცით ყველა -1 უკვე ყველა არ არის და ყველა -800,000 ყველა -1,000,000-ია უშუალოდ საქართველოში ვინც ის და იქნება მეტიც კი ამორჩეველი მისი მოწინააღმდეგე ამიტომ ყველა ხდებას აი ამ სიტყვებს რომ ხმარობს ამ სიტყვებს რომ წარმოთქვამს თუ წერს თუ წარმოთქვამს ამ შემთხვევაში ეს არის ტყუილი იმიტომ რომ ყველა ვერ ხდება იმ ტყუილს არ ბოლდება მარტივად რომ ვილაპარაკოთ რომელსაც გთავაზობს ბანდიტი შალვა პაპუაშვილი და ქართული ოცნება აკეთებს არა ეროვნულ პოლიტიკას რომ ვიცოდეთ, არამედ იზოლაციონისტურ პოლიტიკას და იზოლაციონიზმი არის რუსული პოლიტიკა. ბარემ ყველაფერი, ყველა დეტალი განმარტოთ. შენ თუ არა გაქვს ურთიერთობა შენს პარტნიორებთან, ევროკავშირთან, ზოგადად დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არა აქვთ ფაქტია ქართული ოცნების ამორჩევლები, მომხრეები, ვინც ახლა ამადენ თვალყურს ხომ მეთანხმებით და ევროკავშირი იყო, რომელიც შენ დაგეხმარა 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატები იყო, რო გეხმარება წლებია და ათეული წლებია, ამერიკის შეერთებული შტატები იყო, რომელმაც გადაგარჩინა შენ სამხედრო ჰუმანიტარული ოპერაციით 2008 წელს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსებს აფრიალებული ექნებოდათ პაპუაშვილს კი გაეხარდებოდა და ბიზნე ივანიშვილს უფრო, მაგრამ აფრიალებული ექნებოდათ 2008 წელს რუსული დროშა თბილისის თავზე. შემდეგი წინააღმდება, ამიტომ არაფერ შუაში არ არის შიგნით პოლიტიკური დაფინანსება. პირველი საკითხი რაც უნდა ვქნათ, ეს არის უცხოური პოლიტიკური ფულის კონტროლი და პოლიტიკაში დახარჯული ფულის აკრძალვა საერთოდ. ოღონდ კარგად არ მესმის, უცხოური პოლიტიკური ფულის კონტროლი არის პრობლემაო, როცა ამბობს ქართულ ოცნებას, რომელსაც ამ 2 წლის წინ თუ არ ვცდები 103,105 მილიონი ლარი ჰქონდა 2023 წელს, ზუსტი რომ ვიყო, არა არჩევნების წელს, არამედ 2023 წელს 105 მილიონი ჰქონდა შემოსავალი და უცხოური პოლიტიკური ფული იქ არ მონაწილეობდა, როგორ გონიათ. ის კომპანიები, რომლებიც აფინანსებენ თან ის ბიზნესები, ასე ვიტყვი, აფინანსებენ მათ შორის ხელისუფლების
წევრების ბიზნესები, რომლებიც აფინანსებენ ქართულ რუსულ ოცნებას, როგორ ფიქრობთ, უცხოეთთან, ამ შემთხვევაში რუსეთთან, უმრავლეს შემთხვევაში არ ვაჭრობენ? ანუ მათ რუსული რუბლი, რუსული ფული, თეთრი თუ შავი არა აქვთ. და მაშინ როგორ გვატყუებს, რატომ უნდა აიგზალოს რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიისთვის, ან არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, ან ინდივიდისთვის ეგრეთ წოდებული უცხოური ფრანგული ფული, როდესაც რუსულ ფულზე სხედან პირდაპირ მნიშვნელობით, ან არაპირდაპირ მნიშვნელობით და არაპირდაპირ მნიშვნელობით ქართული ოცნების წარმომადგენლები და პარტია ქართული ოცნება, ბარემ თქვა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 105 მილიონი ქონდა 2003 წელს არ მეშლება ქართულ ოცნებას ბიუჯეტი, ეს არის ღია წყაროებზე დაყრდნობით, ანუ მერც არ ვიგონებ, ეს შეიძლება так შეგიძლიათ დასერჩოთ. 105 მილიონი ქონდა ამ შემომწირველები, ვინც არიან ბიზნესები, ისინი რუსეთში არ ვაჭრობენ, არ გააქვთ ან არ შემოაქვთ პროდუქცია, არ არის რუსეთთან აღებმისემობა გააჩაღებული, მათაც უკრძალავენ პოლიტიკაში ფულის, მათ პარტიაში ფულის ჩადება, სადაც ტყუილია. არ შეიძლება რომ სამართალი იყოს ვიღაცისთვის რეპრესიული და ვიღაცისთვის ლოიალური, ლიბერალური. ხომ ერთადერთი მიზანი იქნება არის იგი რა ესაკება ჩვენს პოლიტიკაში, ხომ ერთადერთი მიზანი იქნება არის გავლენა ჩვენს პოლიტიკაზე ნებისმიერ ამ ფულს. კვლავ ვიმეორებ, სტილი დაცულია, ვერ ჩავეზიებრი ბატონ პაპუაშვილის ქართულის მასწავლებლის გვარსახელი არ ვიცი. ამიტომ ნუ აუღრებთ ერთმანეთში მსხალს და ვაშლს. არის საშინაო საკითხები, არის საგარეო. ამაზე თუ თანხმდებით, მიმართავს ხვიჩიას თუ არ ვწდები, რომ უცხოური ფული არათუ უნდა გაკონტროლდეს, უნდა აიგზალოს პარტიულ პოლიტიკაში. როგორც პარტიულ პოლიტიკას კი არ გზალავს ხალხო და უცხოურ ფულს პარტიულ პოლიტიკაში. თქვენ რომ მიიღებთ ბანდიტი პაპუაშვილი, თქვენ რომ თქვენი ნათესავისაგან მიიღებთ ფულს 1000 ევროს, 700 ევროს, 300 ევროს, 500 ევროს, 100 ევროს. ნათესავი რომ გირიცხავთ იმისთვის რომ გადარჩეთ, ქართული ოცნება აკვირდება ყველა გადმორიცხვას, ამის უფლება მიიღო ბანდიტმა ხელისუფლებამ და ემან თქვენ რომ შეიძინოთ ევროკავშირის დროშა, ემან რომ შეიძინოთ ამ ფულით, ამ 100 ევროთი რაღაც დახარჯოთ პირობითად 10 евро, ხო? 30 ლარი ევროკავშირის დიდრონი დროშა რომ შეიძინოთ და გამოფინოთ თქვენი ფანჯრებიდან, ან გაიტანოთ მიტინგზე, ან შეინახოთ სახლში თუნდაც და არც გამოფინოთ და არც გაიტანოთ მიტინგზე, ამის გამო თქვენ 6-დან 9 წლამდე არ ვაჭარბებთ. 6-დან 9 წლამდე პატიმრობა გემუქრებათ, იმიტომ რომ ამ პაპუაშვილს და უფრო მის კი მმართველს, ნაჩალნიკს, ბიზინა ივანიშვილს ეზმანება და ელანდება ჭინკები და ფიქრი იმის თაობაზე, აქვს სულ მუდმივად გონებასა და გულში, სულ გულ გონებაში, რომ მას ამოაყირავებს საფრანგეთი, გერმანია, რაღაც შვედეთი, შვედეთს კიდევ ახსენებ მე, ეგრა მაგის პასუხია, რაღაც ამერიკის შეერთებული შტატები, კოლექტიური დასავლეთი, 딥 სტეითი, შმიფ სტეითი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ კანკალებენ, ჯერ ხო შეწუხებულნი არიან რომ ლეგიტიმაცია არ აქვთ, ანუ არავინ არ აღიარებს თითქოს, ხო, ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან და ეროვნული ინტერესი კი კარჩაკეტილობა, იზოლაციონიზმი გონიათ და ეს იზოლაციონიზმიც იქნება დამატებით რომ შეუქმნის მათ პრობლემებს და კიდევ რა ვთქვათ, ხო, მეტი პრინციპში არაფერი. ახლა ორი ვიდეო უნდა გაჩვენოთ. პირველის ავტორი ვინ არის? სიმართლე გითხრათ, აღარ მახსოვს, მოусმინოთ. სოზარ მოლოტოვის კოქტეილი. ეს ნიშნავს, რომ მოდი, თავიდან მოусმინოთ სოზარ სუბარ მატყუარას. ღიად ვთქვათ, აი ჯერ გეტყვით რომ დაგასპოილერებთ, რომ რასაც ამბობს, ყველაფერი, ყველა სიტყვა, ყველა ამოსული თქვა, ყველა წერტილმძიმე, მძიმე წერტილი, მსახილის ნიშანი, მრავალ წერტილი და ასე შემდეგ არის ტყუილი. ეს კაცი ამ ხნის განმავლობაში ყველაფერთან ერთად აი არ ვიცი, ვის მიმართ ვარც ვიცი სიმართლე გითხრათ, ჩამოყალიბდა მატყუარა კაცად. ასე მასაც შეეხება ამ ვიდეო ბლოგის სათაური, რომ არ ვახსენო ეს კონკრეტული პირი წარმოუდგენელია, ახლა მოусმინოთ მატყუარა სოზარ სუბარს. როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს კამპანიას, რომ მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი. ეს ნიშნავს, თქვენ მართლა გგონიათ, რომ ევროკავშირის საელჩო, ეს არის მაყურებელზე და ტვინს რომ ურეცხავენ იმ მაყურებელზე გათვლილი მესიჯი, რომ ევროკავშირის საელჩო სუროს დომებოდა მას მოლოტოვის კოქტეილის სროლა რაღაც სოზარ სუბარის
მოკლე ტვინის მიმართულებით, ხო, ვინმე ამ სახელწოდებით ამ კამპანიას დააფინანსებდა, ასეთი უტვინოები გგონიათ, თუმცა ევროკავშირი, როგორც, ავიცი, მთელი დასავლეთი, ვინც აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახლა ვეღარ აფინანსებთ. რომ იცოდეთ, ყოველთვის იყო, არის და იქნება დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის მომხრე და არანაირი მოლოტოვის კოქტეილი არც პირდაპირ პროექტში და არც ირიბად მოლაპარაკებებში, ხო, კულისებში მოლაპარაკებებში არ ფიგურირებს. იმ წამს ადგება ევროკავშირის ნებისმიერი წარმომადგენელი, თუ ვინმე გაუბედავს და ეთქვის, რომ იცით რა არის ჩვენ მოლოტოვის კოქტეილს ვესვით და არც არავის არანაირი მოლოტოვის კოქტეილი არ უსვია ფოიერვერკი ესროლეს უტრირებ უხეშად 30 35 40 41 მეტრიდან და სოზარ სუბარი ამ დროს 4 კედელს მიღმა იყო და მას არანაირად ფოიერვერკი 41 მეტრიდან დასროლი არ დააზიანებდა არა მარტო სოზარ სუბარს, არამედ ყველას, ვინც საქართველოს ხელისუფლებად იწოდება, ვისაც გონია, რომ მინ ხელისუფლება არის გასაუქმებელი კი არა არაკანონიერი პირველ ყოვლისა. ეხლა ნახეთ, ჟურნალისტად წოდებული ეს პროპაგანდის მთელი მანქანაა, ხო ხდებით რაღაც ერთი დიდი კამპანიაა და ყველანი რაღაც ყველას თავისი როლი აქვს ამ პროცესში. ჟურნალისტად წოდებული ჭიჭინაძე და შეგნებულად ვხმარო ასე დამაკნინებელ სიტყვებს, იმიტომ რომ ჩვენს მედიაში განსაკუთრებით სამთავრობო არხებზე პრაქტიკულად ყველა არის ჟურნალისტად წოდებული, იმიტომ რომ ისინი არიან წანაზარდე, ისინი აპრავებენ ესეთი სიტყვა შეუდა შევოგთავაზოთ, ამართლებენ, ანუ პირს წმენდნენ, უფრო ზუსტი ქართული თარგმანია, ამ ბანდიტ ხელისუფლებას თავისი ყველა პროქსი პარტიის ჩათვლით და პარტიასთან ერთად. და ეს ჟურნალისტად წოდებული ვინმე ჭიჭინაძე, ხო, რომელიც წლებია საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა და ახლა კი რუსთავი ორის სახია ერთ-ერთი, ეკითხება შემდეგ რამეს, ნახეთ, ვითომ მაგარია, ვითომ. ევროკავშირი აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალების ცდილობას. პირდაპირ არის ეს დაფინანსებული. მათყუ არა ხარ, მათყუ არა, სოზარ სუბარი, გახარიას პარტიის წარმომადგენლის, მათ შორის ქალბატონ სოფო ხორბუანს. მინდა მიმართო პარლამენტ თქვენ იყავით, სოფო. თუ გნებავთ რაღაც სკვერობით არ მოგმართავ, სოფო შენ იყავი სოზარ სუბარის მოადგილე, როცა სოზარ სუბარი იყო სახალხო დამცველი. და ახლა ხართ კოლეგები, ვიცი რომ ერთმანეთს მაღალი ალბათობით არ ელაპარაკებთ, მაღალი ალბათობით კი არ ელაპარაკებით, მაგრამ ერთი ცვანი ხართ და მეორე, ერთი ხორბუანი ხართ და მეორე სუბარი და პარლამენტში რომ ნახავთ ხოლმე პირდაპირ მნიშვნელობით, აი სახეში როგორ არ ალეწავთ, არა, პირდაპირ მნიშვნელობით არა, მაგრამ აი როგორ არ გამოყავთ, როგორ არ ათრევთ ამ სოზარ სუბარს, რომელიც ყველაფერს, მათ შორის თქვენს კუთხესაც ხალატობს, მეთქი ასე ვიტყვი. აპატიეთ, მაგრამ ეს არის სიმართლე. აბა ისთვის შეხვედით ამ პარლამენტში საბოლოო ჯამში, არც დებატებში არ მონაწილეობთ სხვათა შორის და კარგია, ეგ მაგის პასუხია, თუმცა მე მგონი დაგპატიჟეს და რატო შეხვედით პარლამენტში? თუ იმით რაღაცა ფაროსანაზე ილაპარაკეთ, ხო თუ არ ვწდები თუ რაღაც წერზე, რომელიც შეესია გურიასა თუ სამეგრელოს, ამაზე არაბოდის ვიხდი ფაროსანაზე, არა მუნის პრობლემაზე ილაპარაკეთ. მუნის პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია განა არა. მაგრამ ეს კონკრეტულმა საკრებულო, კონკრეტულმა მუნიციპალიტეტებმა გადაწყვიტონ, ან რაღაც ავისი გამგეობებმა გადაწყვიტონ, ან ჯანდაცვის სამინისტრომ უფრო და არა თქვენ სწორედაც რომ ამგვარი დაძაბული რეჟიმი უნდა შესთავაზოთ, რამდენიც ხართ არც ვიცით 10 თუ 12 კაცი. მათყუ არა სოზარ სუბარს გავარებოთ თავი და ახლა მივაქციოთ ყოველდღიურობა არანაკლებ მათყუ არა დამოუკიდებლობის აღდგენის მერე და ყველა მთავრობის წარმომადგენელი ესე ლაპარაკობდა, რომ აიჭდა, მაშინ სხვა დრო იყო, მაშინ საშუალება არ ქონდა. მე დაგვიდით რომ ბატონო მწყენზე არც ერთ სიტყვას შემომხვდა და არა და ის რა არის ჩვენებას მინდოდა ის ცალკე მაქვს გადატანილი, ლინკი მაქვს, ანუ გადატანილი, ნახეთ ქვედა იმას მიაქციეთ ყოველდღიურობა და იქ ის ბანდიტი პაპუაშვილი არის ხმა მაღალი, მასაც უპასუხებს ცხადი. ხეთ რას ამბობს? ой თუნდაც ხომ ხა არის რომ რაღაცა არ ვიცი მე მაღაზიამ რომ დაიწყოს ესე თქვა საარჩევნო კამპანია ხო? კი ბატონო, გასაგებია. ოდიში.
თუნდაც ხომ ხა არ ვიცი რომელიღაცა არ ვიცი მაღაზიამ რომ დაიწყო ასე თქვა საარჩევნო კამპანია ხო? კი ბატონო, გასაგებია. მეორე რაც შეეხება შვედეთის მაგალითი ახსენა ხაბადონმა ნინო. ეხლა მეგეთქვი ამ დებატებში მონაწილეობს ქალბატონი ნინო ჩხობაძე, რომელიც დარეგისტრირებულა კანონით და ანუ ლეგალური ქართული ოცნების მიერ ლეგალურად წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია, ის რაღაც პლანეტა მოძრაობის ხელმძღვანელი იყო, ერთხანობა მინისტრიც იყო ქალბატონი ჩხობაძე. თუ გახსოვთ, მოკლედ ეკოლოგიურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას და მანამდე ქალბატონი ჩხობაძე თქვა რომ ამგვარი რამ რომ ჩვენო მუშაობთო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორც არის მაგალითად სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი და ვემუშავებოდით შვედებსო, ისო ისინი გვაფინანსებდნენ რაღაც მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებდნენო და მაგალითად იქ რაღაც ფილტრებზეა ლაპარაკი, სუფთა წყლის პროპაგანდაზეა, სუფთა წყლის როგორც ასეთის, როგორც პროდუქტის პროპაგანდაზეა საუბარი და ასე შემდეგ და ამის შესაძლებლობაც კი ესპობათო არასამთავრობო ორგანიზაციებსო თითქოს სწორი შენიშვნა, თითქოს თუ გებავთ ესე ვიტყვი ნამდვილად სწორი შენიშვნა და პაპუაშვილი კი პასუხობს ამგვარ რამეს და განვაგრძოთ განმზადვის საკითხები და რა პრობლემაა რომ მთავრობასთან ეხოდეთ თანხმობა მიიღოთ. რა არის ამაში პრობლემა? რა პრობლემა აქვს შვედეთს რომ მივიდეს მთავრობასთან და თქვას რომ მე არ შეიძლება რომ უპასუხო ქალბატონი ნინო რა პასუხი გასცა არ ვიცი, მაგრამ შვედეთი ისევე როგორც ევროპული ნებისმიერი სახელმწიფო როგორ შეიძლება მივიდეს მთავრობასთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა. პაპუაშვილსაც ეს უნდა რომ შვედეთი საელჩო ასე მაგალითად ან საგარეო საქმეთა უწყება შვედეთისა ან ზოგადად მთავრობა შვედეთისა მიმართავდეს მის ბანდიტურ სტრუქტურას და ეუბნებოდეს, ეხვეწებოდეს საელჩო სულ მინიმუმ. ისიც რა არის? ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენ ვაფინანსებთ წყლის ფილტრებს მაგალითად. ან რაღაც არის ნარჩენების თუ რაღაც ზოგადად მაგალითად ნაგავს საყრელს პირობითად. მართლა აფინანსებდნენ ეგრე მაგის პასუხია შვედები სხვებთან ერთად. დიდ ნაგავის საყრელის გაკეთება უნდათ თუ უნდათ ეხლაც არ ვიცი. ხო და აი შემოვიდათ რაღაც ტექნიკურ დახმარებასაც კრძალავს საქართველოს მთავრობა წოდებული ბანდა და მოგვეცით თქვენ ამის ნებართვა. შალვა პაპუაშვილი მისცემს ნებართვას კი არა, უბედნიერესი იქნება. ფოტოებს სელფს გადაიღებს შვედეთის ელჩთან. იმიტომ რომ ამით ჩვენ გვეტყვის რომ მაგეს შვედეთმა მაღიარა, არა და ვერ აღიარებს. ევროკავშირის ვერც ერთი წევრი სახელმწიფო. სოფლიოს დემოკრატიული სივრცის ვერც ერთი წევრი სახელმწიფო ვერ აღიარებს ძალას, რომელმაც არჩევნები გააყალბა 2024 წლის 26 ოქტომბერზე ვერ აღიარებს. იმიტომ კი რომ გადაკიდებულები არიან პაპუაშვილზე კონკრეტულად ან პაპუაშვილების გვარზე, კობახიძეზე კონკრეტულად ან კობახიძეების გვარზე, ივანიშვილზე კონკრეტულად ან ივანიშვილების გვარზე. არამედ იმიტომ რომ ის არჩევნები გააყალბდა ამასთან არჩევნებამდეც არჩევნები რომ ვიცოდეთ მაინც მინიმუმ 2 და რეალურად კი 3 პროცესია, ეს არის წინა საარჩევნო პერიოდი, როცა ქართულმა ოცნებამ რა არ ჩაიდინა. ეს არის უშუალოდ არჩევნების დღე, 8 საათზე გაღებული და 8 საათზე დასრულებული, ახურული საარჩევნო უბანი და ეს არის პოსტსაარჩევნო პერიოდი, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლები ზოგადად საკუთარ დასკვნებს წერენ და გარკვეული პერიოდი ეს პოსტსაარჩევნო პერიოდი გრძელდება. პოსტსაარჩევნო პერიოდში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას უჭირს, იმიტომ რომ არავინ არ აღიარა, არც შორის არც ეუთოოდირმა იმ პარამეტრებით, რა პარამეტრებითაც უნდა იყოს აღიარებული არჩევნები. პრესაარჩევნო, ანუ წინა საარჩევნო პერიოდში მას ძალიან უჭირს, იმიტომ რომ მან გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი, ბანდები, ტიტუშკები და ასე შემდეგ და ფული, რომელიც აურაცხელი აქვს მას. გქონდა და აქვს. მათ შორის შავი ფული და არათანაბარი გარემო შექმნა და უშუალოდ არჩევნების დღეს კი საკუთარი ტიპები არბენინა უბრიდან უბანზე. ამაზე წინა ვიდეობლოგი მქონდა და ამ ტიპებმა 10-20, 50-50, 60-60 ბიულეტენი ყარეს და ყარეს მაგალითად კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქში ან ქართლის რეგიონის სხვადასხვა სოფელში თუ ქალაქში თუ საარჩევნო უბანში. ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც აქვს შალვა პაპუაშვილსაც წარმოგიდგინეთ. ნახეთ კიდე რას ამბობს. და სულთა წყალთან დაკავშირებით, სხვა საკითხთან დაკავშირებით ფულის დახარჯვა
რა არის ამაში პრობლემა? ეთაკილებად? რამე ნაკლი გვაქვს ჩვენ აში? აი, მანდავართ ბატონო შალვა პაპუაშვილო. ბატონობის გარეშე რამე ნაკლი გვაქვს? დიახ, ნაკლი გაქვთ. მთელი დასავლეთის მიერ თქვენ აღქმული ხართ რუსულ პოლიტიკურ ძალად. მთელი დასავლეთი უკრაინის კონტექსტში დასაკვირველია პირველ ყოვლისა. მთელი დასავლეთი, მათ შორის ევროპა, მათ შორის ახლახან ნატოში შესული შვედეთი. მთელ თქვენ აღგიქმამთ როგორც რუსულ ძალას. ფაქტი რა არის გითხარით, მე გეტყვით ფაქტებს. რუსული ძალა მაინც და მაინც იმას კი არ ნიშნავს, რომ თქვენ გააქანდეთ და კრემლში ჩაქანდეთ. აზიმუტის თვითმფრინავით. არა, მარტო ამას არ ნიშნავს, ან მაინც და მაინც ამას არ ნიშნავს. მაგალითად, ჩვენს ტერიტორიულ წყლებში რომ მოძრაობდა არ მინდა შემეშალოს და 19 დასანქცირებული ტანკერი, ან რომ არ ყოფილიყო დასანქცირებული, თქვენ რომ რუსეთს აძლევდით შესაძლებლობას რომ შემოეტანა აქ ნავთობი და გაეტანა აქედან ბენზინი, სიმართლე გითხრათ, როგორ გაქონდა კარგად არ მესმის, მაგრამ მაინც. და იმ ბენზინს, იმ საწვავს რუსები ტანკებში რო ასხავდნენ და ესროდნენ თუნდაც აღმოსავლეთში, სამხრეთ აღმოსავლეთში უკრაინელებს, ხო, კუპიანსკში, სხვაგან და სხვაგან. ხო, მაგალითად. ან რა ვიცი, ხარკოვის მიმართულებით თურნება. ამ მნიშვნელობა. და ხოცავდნენ მოხუცებს, ჯარისკაცებს, უკრაინის მცველებს, ასევე მოხუცებს ქალებს და ბავშვებს. და იცით თქვენც იცით, მე ჩვენც ვიცით, რამდენია მსხვერპლი უკრაინაში უკრაინელთა მხრიდან. ეს არის რუსულობა. ამიტომ არ არის საჭირო იქ რაგვარიც არის მატვიენკოსთან თქვენი ჩასვლა, თუ ვინც არის სპიკერი, დუმისა, არ არის საჭირო. საჭირო არის, მანდასტურებელი არის ის რომ თქვენ რუსულ პოლიტიკას აწარმოებთ. რუსული პოლიტიკაა ეს კანონებიც, მათ შორის რეპრესიების რუსული პოლიტიკაა 28 ნოემბერს რაც ჩაიდინეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც ხდება სანქციებისაგან თავდაღწევაში რომ უწყობთ ხელს რუსეთის ფედერაციას, გავშალოთ ნებისმიერ ეთერში, ან უბრალოდ ეთერში კი არ გავშალოთ. ეთერში ჯერ დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე რა ჩაიდინეთ 24 წლის ნოემბრის მიწურულს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ 28 ნოემბრის შემდეგ და 28 ნოემბერსაც და 3 დეკემბრის ჩათვლით. და მე ვილაპარაკოთ ესეთ დეტალებზე თუ გნებავთ. ხალხო ჩხობაზე სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა პასუხი გასამართ ცოტა ეცინება. ეხლა ჩვენთან რაიმეს შეთანხმება თუ რა ხდება? ხო, შეთანხმება თქვენთან არის 10 კილო მარტივად რომ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ხართ კეთროვანები. 27 წუთი ამასობაში მიილია. ერთი დეტალიც და ამასრულოთ პრინციპში. ვრცელდება, კი არა, საკმაოდ ხშირად ვაწყდები ამგვარ ანალიზს, რომ ქართული ოცნება უნდა დამარცხდეს, როცა ჩატარდება დემოკრატიული არჩევნებიო, ასე წერენ, პატივსაცემებიდან არა. როცა ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, აი ამ მრავალპარტიულ დემოკრატიულ არჩევნებში უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება. ტყუილი ამბავია ბატონებო ეს. ქართული ოცნება აღარ არის ქართული ოცნება. ის შეიძლება იყოს ქართული ოცნება 12-ში, 13-ში, 14-ში. და განსაკუთრებით ბოლო 3-4 წელიწადია, განსაკუთრებით ომის დაწყების, ომის გაგრძელების შემდეგ უკრაინაში, ქართული რუსული ოცნება ტრანსფორმირდა აბსოლუტურ რუსულ ოცნებად. გადაკეთდა რუსეთმა უთხრა, რომ ეხლა მოეთრიეთ აქ და თავიდან ბოლომდე რუსული პოლიტიკა ააწარმოეთო. რუსული ოცნება თუ არის, ანუ რუსეთის პროქსი მთავრობა თუ არის, რუსეთის პროქსი ხელისუფლება, პროქსი ძალა თუ არის, ქართული ოცნების ძალა, ივანიშვილი, ის არჩევნებში მონაწილეობას არ უნდა იღებდეს. იმიტომ რომ რუსეთს აქვს აქ ჩვენთან ინტერესები და ნებისმიერ შემთხვევაში ქართულ ოცნებას თუ ის მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში როგორც ხელისუფალი ან ძალაუფლების კვერთხის მფლობელი, ექნება შესაძლებლობა გაგიყალბოთ არჩევნები. კარგად გიხსნით, მე მგონი კარგად გიხსნით. ამიტომ ამ რისკზე, ასე უნდა ვთქვა, ქართული საზოგადოება არ უნდა წავიდეს. ხა ვინმე იკითხავს, როგორ უნდა ავკრძალოთო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ, ეს ორი მექანიზმი მე მაფიქრდება, თუმცა იურისტები ცხადია უკეთ იტყვიან ამას, უკეთ განმარტავენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ უნდა აკრძალოს, არ უნდა მისცეს, მოდი სხვაგვარად ვიტყვი, სხვაგვარად ჩავევაყალიბებ ქართულ ოცნებას ნებისმიერ
ნებისმიერი ფორმაციის ან ნებისმიერი შემადგენლობის ქართულ ოცნებას სურვო ფრთიანი ანგელოზეი მოიყვანონ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. უხეშად პაპუაშვილზე ბევრად უკეთესი იყო ესეთი კაცი პარლამენტის თავმჯდომარე იყო. კახა კუჭავა 180 ჯერ უკეთესი იყო. კახა კუჭავები რომ იყოს კახა კუჭავებით რომ დაკომპლექტებული იყოს მათი საარჩევნო სია, ან უკეთესებით თუ გეუბნებით ასე. მოკლედ ფრთიანი ანგელოზე. მათაც არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობისა, რამდენადაც მათ ზურგს უკან დგას რუსი ოლიგარქი. რუსი ოლიგარქი, რომელსაც ქართული სახელმწიფოს გაუქმება უნდა და თურმე მე აღმოვაჩინეთ რომ უნდა და მე დავადასტურეთ 2022 წლიდან რომ უნდა ნაღდად. ეს რუსი ოლიგარქი ყველაფერთან ერთად როგორ შეიძლება მისი პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია არის პარანოიკი და პარანოიკი და რუსიის ორი ერთმანეთთან თავსებადი აღმოჩნდა რომ ამბავი ერთ პიროვნებაში კონცენტრირებული, ხო, ძალიან საშიშია ჩვენი სახელმწიფოებრივი ორგანიზმისათვის. ამიტომ ქართული ოცნება ქუჩიდან კი არ უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს პარლამენტიდან, ანუ არჩევნების გზით. მაგრამ ქუჩაში უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება და მასთან არანაირ დებატებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ყოველ შემთხვევაში იმ გვარში, როგორცაც გთავაზობს პროპაგანდისტური მედია, თუ რამ დებატი შეიძლება გაიმართოს, ეს არის გადახევა მათთვის, მათ თავზე იმ დღის წესრიგისა, რომელსაც გთავაზობენ, ანუ მაგიდის, არა მაწევიდოთ ახლა, ჩავთვალოთ რომ მაგიდა, მაგიდის აყირავება. ნახვამდის.